მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზო თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, რა გელით ახლო მომავალში. რა გელოდებათ 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით. დავარიგეთ ახალ ვარიანტებს და თქვენ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც ყველაზე მეტად მოგიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველება მომწერეთ პირადში. და ვნახოთ აბა, რა არის პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა არის მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ახლავე პირველი ვარიანტი იქნება ეს ქვა, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება აი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. სიგნიფიკატორად ჩვენთან აქ ამოვიდა არკანი იმპერატორი კაცი და პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, იცით, არ მინდა ისე წავიკითხო თითქოს კონკრეტული მამაკაცის ირგვლივ იქნება ეს ერთი კვირა თქვენთვის, თუმცა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ ნამდვილად რეზონირდება ისე, რომ კონკრეტული ფიგურა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ადამიანის სახით იქნება კონკრეტული მამაკაცი, ასეთი მასკულინური ენერგიებით, შესაძლოა სხვათა შორის ზოდიაქოთი ვერძი იყოს კონკრეტული პიროვნება და თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში მთავარი პერსონაჟი თქვენი რეალობისა, მოდით ასე ვიტყვი, იქნება კონკრეტულად აი ეს მამაკაცი. თუ ეს მამაკაცი ხართ თავად თქვენ, შესაძლოა ქალი ხართ, მაგრამ ასეთი მასკულინური ენერგიებით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თქვენ თავად იქნებით თქვენი ამ ერთი კვირის მთავარი პერსონაჟი, მაგრამ რას გულისხმობ მთავარ პერსონაჟში, ხო? თითქოს ეს ადამიანი, ვიზედაც ახლა არის საუბარი, ითამაშებს ძალიან დიდ როლს ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს არის უფროსი არკანი, საბედის წერო არკანი, მოდით ასე ვიტყვი და თითქოს დაგეხმარებათ რაღაცის დაძლევაში საკუთარ თავში. თითქოს ხელს შეუწყობს იმას, რომ საკუთარ თავში დაძლიოთ რაღაც გარკვეული კომპლექსები, რაღაც გარკვეული შიშები, რაღაც გარკვეული შფოთვები, შესაძლოა დაგეხმაროთ ადამიანი კარიერულად, ფინანსურად ან რაღაც მსგავსი მოხდეს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით. სხვათა შორის აქ იქნება თვით შეფასებაში დადებითი ცვლილებები, თქვენში გამოიღვიძებს რაღაც ახალი თავდაჯერებითი ენერგიები და არკანი ვარსკვლავი, მეგობრებო, რა ხდება, სულ უფროსი არკანები ამოდის და არკანი კვერთხების ხუთიანი. შეხედეთ, არკანი იმპერატორი და არკანი ვარსკვლავი, ორივე უფროსი არკანი ყავს და იცით, ზედმეტად ხმამაღლა შეიძლება შეხედეთ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ პირველ რიგში ამ არკანების ენერგია ცოტა უფრო დიდი ხანი გაგწვდებათ, ვიდრე უბრალოდ ერთი კვირა და გარდა ამისა, აქ იცით როგორ სიუჟეტს ვხედავ მე პირადად, რომ თქვენ აი რაღაც არის თქვენს რეალობაში, რაც თქვენ გგონიათ, რომ თქვენთვის არის შეუძლებელი, მიუწვდომელი. შესაძლოა კონკრეტული სტატუსი, კონკრეტული რეპუტაცია, კონკრეტული კარიერა, ხო? იმიტომ რომ თითქოს უფრო კარიერისკენ, სტატუსისკენ, რეპუტაციისკენ მიდის ყველაფერი და აქ აშკარად მოდის ასეთი სიგნალი, რომ რაც თქვენ აქამდე გეგონათ მიუწვდომელი თქვენთვის, სამყარო დაგანახებთ, რომ ზუსტად ეს არის თქვენთვის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ყველასთან სხვადასხვანაირი ხერხით, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება უშუალოდ იმის მიღწევა, რაც თქვენ აქამდე მიუწვდომელი გეგონათ, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში კი აქ იქნება უბრალოდ აი სხვა ხერხებით ამის დანახვა, მაგალითად შეიძლება კონკრეტულ თქვენს მეგობარს ან თქვენს ირგვლივ მყოფს აუსრულდეს რაღაც სურვილი და ამით დაგტესტოთ, გამოგცადოთ სამყარომ, ასე ვთქვათ. და კვერთხების ხუთიანი, შეხედეთ როგორი არკანი ამოვიდა. ამ არკანში მე ვხედავ ასეთ სიუჟეტს, რომ იცით, ვხედავ დაპირისპირებას არკან იმპერატორსა და არკან ვარსკვლავს შორის. ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ რეზონირდება ისე, რომ თქვენ
რა თქმა უნდა გექნებათ კონფლიქტი კონკრეტულ პიროვნებასთან, მაგრამ იცით, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ ვსწავლობთ, მათ შორის კონფლიქტებით და როდესაც კონფლიქტები არის ჩვენს რეალობაში, ამ დროს ჩვენ რა თქმა უნდა ვსწავლობთ რას? ვსწავლობთ პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობას, ადამიანებთან კომუნიკაციას. ვამჟღავნებთ ჩვენს რეალურ სახეს, ვუყურებთ ადამიანის რეალურ სახეს, ხო? და რეალურ განზრახვებს. და კვერთხების ხუთიანი ასევე ამ შემთხვევაში მეტყველებს იმის შესახებ უმეტესობასთან, რომ აქ იქნება კონფლიქტი არა კონკრეტულ ადამიანთან, არამედ საკუთარ თავთან. საკუთარ შინაგან სურვილებთან, საკუთარ შესაძლებლობებთან, საკუთარ ტიპებთან. საკუთარ როგორ გითხრათ ქვეტიპებთან. ყოველ ადამიანში არის ძალიან ბევრი ტიპაჟი პიროვნების, მოდით ასე ვიტყვი. ეს არის ჩვენი მაგალითად ანიმა და ანიმუსი, ხო? ვინც არ იცის, შეგიძლიათ გაეცნოთ, დავუშვათ კარლ იუნგის ტიპოლოგიას და მსგავს რაღაცეებს და აქ ვიცი რომ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, მაგრამ აი მარტივი ენით რომ აგიხსნათ, აქ იქნება თქვენი აი ამ ტიპებისა და ამ ქვეტიპების შორის გარკვეული ბრძოლა და ეს ბრძოლა თქვენ მაქსიმალურად ნათლად დაგანახებთ იმას, რომ პირველ რიგში რაც თქვენ შეუძლებელი გგონიათ, ის არ არის რეალურად თქვენთვის შეუძლებელი და მეორეს მხრივ თქვენში გახსნის რაღაც ახალ პოტენციალს, რაღაც ახალ პერსპექტივებს. ხვდებით ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ და გადავედით ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ ამოვიდა სიგნიფიკატორად კვერთხების ორიანი, ძალიან სისხლოვანი ენერგიები მოდის ამ ერთი კვირის განმავლობაში და კვერთხების ორიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ პირველ რიგში აქ იქნება რაღაც დაკვირვების მომენტი, თითქოს აქ ვერ ვხედავ რაღაც ისეც, რომ იქნება რაღაც მძლავრი და ბევრი ქმედებები. აქ უფრო მეტად ხედავ იმას, რომ თქვენ იყურებით საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში, აკვირდებით სამყარო ისეულ კანონებს, როგორ მუშაობს სამყარო, რას აკეთებს სამყარო, ასე ვთქვათ, ხო? სამყაროს კანონებს აკვირდებით, რამდენად რეალურნი არიან ისინი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მეგობრებო, იცით, რა თქმა უნდა, სამყარო და ეს ყველაფერი, რაც კავშირში არის სამყაროსთან, ძალიან რეალური არის, თუმცა ადამიანებმა ხშირად არიციან ამაზე დაკვირვება სწორი და ხშირად გონიათ, რომ რანაირად არის სამყარო სამართლიანი თუ მაგალითად ჩემმა არაკეთილის მსურველმა არ ვიცი ბიზნესი შეექმნა და ყველაფერში უმართლებს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით ადამიანის რეალური მდგომარეობა. და აქ თითქოს ამ ენერგიებში იქნებით, ამ დაკვირვების ენერგიებში და თითქოს სამყარო თქვენთანაც შეინარჩუნებს რაღაც გარკვეულ კავშირს და დაგანახებთ კიდევაც თუ რა და როგორ ხდება რეალურად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, რა გელოდებათ მეორე ვარიანტი. ხმლების ათიანი, რატომ? არკანის სიკვდილი. პენტაკლების 6-იანი, ზომიერება და თასების 7-იანი. კარგი, ერთი წამი ჯერ მინდა რომ ეს არკანები გვერდით გადავდო. ნახეთ, ხმლების 10-იანი და არკანის სიკვდილი ახლა ძალიან ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება ჩანდეს ძალიან საშიში და ნეგატიური, ისევე როგორც ჩემთვის თავდაპირველად, როდესაც დავხედე გულწრფელად რომ გითხრათ. მაგრამ რეალურად იმდენად საშიში არ არის, როგორც ვიფიქრე თავიდანვე. იმიტომ რომ პირველ რიგში აქ იცით როგორი რაღაც იქნება. პირველ რიგში 10-იანი ყოველთვის არის რაღაცის შეჯამება, რაღაცის დასასრული და იცით აქ რა თქმა უნდა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში იქნება რაღაც საკმაოდ მძლავრი ტკივილი ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ნახეთ, აქ იქნება ზუსტად ამავე ტკივილის დასასრული, შეჯამება. ამით დასრულდება რაღაც ნეგატიური ეტაპი თქვენი რეალობიდან და ნახეთ, პენტაკლების 6-იანი
მეტყველებს იმის შესახებ, რომ პირველ რიგში აქ იქნება ეს ტკივილი გამომდინარე თქვენივე გაცემული ენერგიებიდან, თითქოს აქ თქვენ სამყარო დაგანახებთ იმას, თუ ვისთან უნდა გასცეთ თქვენი ენერგია, ვისთან არ უნდა გასცეთ, რა სახის ენერგია უნდა გასცეთ. იმიტომ რომ რეალურად ასეთი ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი არის სამყაროში. იცით რატომ? პირველ რიგში პირადად თქვენთვის. თუ თქვენ ზედმეტად ბევრ ენერგიას გასცემთ მუდმივად ადამიანისთვის, ზედმეტად ბევრ ემოციას, ფიქრს, რესურსს, ხო მით უმეტეს განსაკუთრებით თუ ეს რაღაც მატერიალური რესურსი არის. ამ შემთხვევაში დამიჯერეთ ეს ყოველთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ ვითარდება და ყოველთვის არა უბრალოდ დისბალანსი იქნება, არამედ საკმაოდ ნეგატიური მოვლენები მოდის ხოლმე და შემდგომ სამყარო ყოველთვის ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ არა, ეს ადამიანი ამას არ იმსახურებს და ხშირად რა თქმა უნდა ამას მოყვება საკმაოდ ნეგატიური ემოციები. და აქ ზუსტად რაღაც ასეთ ეტაპს ვხედავ და ნახეთ, თასები 7-იანი და არკანის ზომიერება მეტყველებს ამ პირველ რიგში დაადასტურეს ის, რაც მე გითხარით და ასევე მეტყველებს იმის შესახებ, რომ რაღაც ილუზიები გაქვთ, ხო შეიძლება თქვენ ამას ვერ ხვდებოდეთ ბოლომდე, მაგრამ რაღაც გარკვეულ ილუზიებში ხართ, რაღაც ილუზორული წარმოდგენები გაქვთ კონკრეტულ ადამიანზე, ამ კონკრეტულ სიტუაციაზე და ურთიერთობაზე ადამიანთან დაკავშირებით. ეს არ არის აუცილებელი იყოს პარტნიორი, მეც ეს ვიტყვი უმეტესობასთან ეს ნამდვილად არ არის პარტნიორი. და აქ თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში სამყარო ნათლად დაგანახებთ, ვინ არის, ვინ რას იმსახურებს თქვენგან და შემდგომ უკვე თქვენი ნება იქნება, თქვენი გადასაწყვეტი იქნება ამ ილუზიებში ყოფნა გირჩევნიათ თუ არა, მაგრამ პატარა სპოილერს გეტყვით, რომ რა თქმა უნდა არ გირჩევნიათ. ბევრი მიზეზის გამო დავამატოთ არკანები. კვერთხების ტუზი. თქვენ შეძლებთ რომ დააბრკოლოთ ყოველივე ეს ნეგატივი, აუცილებლად შეძლებთ. და მეცაც ვეტყვი, აქ ძალიან ბევრი თქვენგანი უკვე ხართ ამ ენერგიებში, უკვე გრძნობთ რეალურად ადამიანების სახეებს. შესაძლოა ეს ხდებოდეს სხვადასხვა სიზმრების სახით, ენერგიის სახით, ზოგადად ქმედებების სახითაც. აი ყველაფრის სახით ხდება ასეთი მინიშნებები. და კვერთხების ტუზი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ არა მხოლოდ დააბრკოლებთ ამ ყველაფერს, არამედ ამ ერთი კვირის განმავლობაში დაასრულებთ თქვენს რეალობაში საკმაოდ ნეგატიურ ეტაპს და ასევე გაიხსნება თქვენთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ამიტომაც ხო შეიძლება ის არ იყოს სასიამოვნო და იყოს საკმაოდ მტკივნეული, რა თქმა უნდა ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ზოგს შეიძლება საერთოდ არც ეთკინოს, ხო? მაგრამ მაინც რაღაც მცირედი ტკივილი ხანდახან საჭიროა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.